ჩემს არაჩვეულებრივ შოუში სტუმარის არაჩვეულებრივი მეწვია. მივესალმოთ შესანიშნავი და არაჩვეულებრივი მომღერალი გოგა მესხი. მადლობა ჩემო გოგამ სტუმრობისთვის. მადლობას გეუბნები, მაგრამ ცოტა ნაწყენი ვარ შენზე. ესე იგი, მე თუ არ დაგირეკე და არ მოგიწვი, შენით არ უნდა მოხვიდე ჩემ შოუში? რა ვიცი, სადაც აქვს ცხოვრობ უკვე მე მგონი. მე შემოგევლო, მე ერთხელ არ შეიძლებოდა? კაი, დავთვალისწინებ. არ ვარ მე გულში ჩადება, არ მიყვარს, არ ვარ ბოგმიანი კაცი და აი კაცი ჩახარ. კი. მართალი შენიშნაი ხო? აი კაცი ჩახარ. კარგი, ხო, დამაცადე ერთი წუთით, ეხლა რაღაცა კითხო. მე ვიცი რომ ვოიში იღებდი მონაწილეობას, ხო? და რომ არ გენერვიულა დათო ფორჩხიძე უკვე შემოტრიალებული დაგახვედრეთ. თლადეგრე მარტივად არ იყო საქმე, მაგრამ დათო კიდე ერთხელ. ხო, არც დღეს არ იყო ადვილი დათო შემოტრიალება, მაგრამ შემოვიტრიალეთ. ამას თუ ეწყინა ვერ მოუტრიალებ ვერაფერს, გულსაც და ვერც თვითონ ვერ მოატრიალებ. ხო არ გაიხსენებდი მან რამე ისეთი ამბავი ხო არ მოხდა ისეთი რომ გულში ხინჯად გაქვს დარჩენილი დათოზე? არა, დათოზე არა, რასისულება. საკუთარ თავზე ესე. კარგი, მეგობრები ხართ. კაი, არ გვინდა, რაღაცა აქვს ესე. არა, დათოსთან მართლა არა. არა, ხო? ღმერთი რჯული რას ამბობ. კარგი, და მიკროფონში აღარ მოიტყვა მეორეჯერ. გულს და მე ვიცი რომ მეგობრები ხართ შენ და დათო. ნამდვილად ვიცი ეს ამბავი, დიდი ხნის მეგობრები ხართ და რა მაინტერესებს იცი, აი, რა გაერთიანებს ერთნაირი ვარცხნილობის გარდა? ბევრი მაქვს ნასწავლი მართლა. მე არ მიყვარს ეხა ვინც ვიცნობს პირფერობა ნამდვილად ჩემი არ არის. მართლა ბევრი მაქვს ნასწავლი და მართლა მე ამაყება რომ მისი მეგობარი მქვია, მართლა. კი ბატონო, სიმართლე გითხრა. აი ასე ვარ ზუსტად ყველა გაიხარეთ ჩემოდათო, რაც არ უნდა ვიხუმრობთ, ვიცი ჩემი ფასი ნამდვილად. რა მაინტერესებს ის ახლა ძალიან ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული. ერთი ჩემი გათვლებით, ერთი 10 კი მაინც გექნება მოსმენილი, ხო? აი ჟიურის წევრებისგან. ხო არის ეგ? დაახლოებით. და აი ცოლებისგან რამდენი კი გაქვს მოსმენილი და საცოლეებისგან უფრო სწორედ, მე როგორც ვიცი, ერთი 2 კი მინიმუმ გაქვს. მე 4. 4? ხო, ჩახ მე ასე თუ განაგზე, ესე იგი ჟიურის კი გაუტოლდება ცოტა. რა იყო თიმი? შენთვისაც შოკის მომგვრელი იყო ხო ეს ინფორმაცია. კარგი, ამ თემას დავანებოთ თავი. არ გვინდა. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავიო, როგორც ვიცი, ხო? ცელქი არ ქვია მაგას. სურამე მთელი იყო, თან არავის არ უყვარდა ჩემი სტუმრობა. ყველას უყვარდი გარეთ, მაგრამ ესე იგი ჩვენ ახლა ეს ამბავი გავითვალისწინოთ და ახლავე დაგემშვიდობოთ თუ გამოსწორდი უკვე და შეიძლება შემის. გამოსწორდი. კი ბატონო, კი ბატონო. ესე იგი პრინციპში ახლა აქედან გამომდინარე, ხო ხედავ, სანამ არ გაიზარდი და არ გამოსწორდი, მანამდე არ დამიძახე ბატონო, კი ბატონო. რა ვქნა, ჩვენ ჩვენებურად ვასწორებ სიტუაციას. თავიდან სამედიცინოზე სწავლობდი მართლა. ბიჭო, რა იცი შენ? რა ვიცი, ამდენი მთელი აგენტურული ქსელი მუშაობს, აქ ეგრე კი არ არის. კი, რა მინდოდა თორე კი? აი რა, მეც მაგის კითხვა მინდოდა, აი რა გინდოდა? ფული გასაგები. ხო, 32 კბილი აქ ადამიანს, ამდენი ადამიანია, ფული ხო მინდა? ხო? და მე რამ გადმოგზალა აქეთ? მივხვდი რომ სხვისი პირის გაღება საკუთარი პირის გაღება ჯობდა. ახლა მე რო დავადგები ვიღაცას კბილის ამოსაღებად. თუ გინდა მოვალ. არ მინდა აგე რამიკოს ამოუღე კბილი თუ გინდა და არა, მე ვიქნები კბილი. ვიქნები კბილიო. არ არის ჩემი საქმე, არ არის ჩემი. კარგი, კი ბატონო, ესე იგი ფაქტიურად კინაღამ დაკარგა ქართულმა ესტრადამ მომღერალი შენი სახით სტომატოლოგიას რომ გაყოლოდი, ხო? გადასარევი. 2 ლარიანებს აგროვებდი. მართალია ეს ამბავი? აი ეს კიდე დამწყები ყოფილა. ხო, არა, იცი რა, 2 ლარიანებს ვაგროვებდი და ერთხელ მართლა მანქანა ვიყიდე, იმდენი მქონდა. რას მეუნები? მანქანა იყიდე და მე იმ მანქანის გასაბაჟებლად კიდე ახალი იმის ყულაბა შეიძინე და გროვება დაიწყე თუ როგორ იყო? არა, ნუ იმაზეც იყო, ხო. იყო. გაიგე ამიკო? ხო არ ვიტყვი ხარ ევს ყიდულობ მე კაცო.
ესე იგი მეც მაქვს პრინციპში ყულაბა, მაგრამ კი არ მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ მე ყულაბა მყავს. ყულაბა მყავს, რომელიც ორლარიანებს არა, ცოტა რაღაცა უფრო მაღალ ბიუჯეტური გემოვნება და მიდრეკილებები აქვს და იქნება მანქანაზე გამოვასწორო. გამახსენდა ერთი ანეკდოტი, რომ მოყევი. ხო, გადაატანინე ანეკდოტზე გეხოთე. ბარო ეუბნება მიხოს, რომ დამესიზრო, რომ მანქანა გიყიდეო და მე ვერ იკატავეო, რაც გაიღვიძეო შეშობილდა. კარგია. ნუ დიდი მადლობა მინდა, რა თქმა უნდა, გადაგიხადო გადაცემაში მოსვლისთვის. კი იყავი ბავშვობაში ცელქი და არავის უყვარდი, მაგრამ ახლა გაიზარდე და ყველას უყვარხარ და მოდი ეს სიყვარული შენი სიმღერით კიდევ ერთხელ დაამტკიცე. შეავონო. დაღამებულ ხარ ჩემო აპრილო წასულ ხარ ჩემო ლხინო ლამის სუხილმა გამინაპიროს შემომაშველე ტყვინო არც ნისლის მერი თვალები მწვავე აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რა დაგიშავე ქალო არც ნისლის მერი თვალები მწვავენ აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რა დაგიშავე ქალო გადაიტანა ძნელმა ამიდმა რბობის ფერი დაგემო ამ ქვეყანაზე ნეტავ რა გინდა უსიყვარულო ჩემო არც ნისლის ფერი თვალები მწვავე აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რა დაგიშავე ქალო არც ნისლის ფერი თვალები მწვავე აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რა დაგიშავე ქალო დაღამებულ ხარ ჩემო აპრილო წასულ ხარ ჩემო ლხინო ლამის სუხილმა გამინაპირო შემომაშველე ტყვინო არც ნისლის ფერი თვალები მწვავენ აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რა დაგიშავე ქალო არც ნისლის ფერი თვალები მწვავენ აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რა დაგიშავე ქალო რა დაგიშავე ჩვენი სტუმარი იყო გოგა მესხი.